მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით ყობახიძეს აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ალ-საიად ახლდა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია ემაართან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალ მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს, აცხადებენ პრესსამსახურში. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც მას ქართული ოცნების წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართულ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ტრადიციულად აქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკური კუთხით. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეგრეთ წოდებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიკოს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან, აღნიშნულია ინფორმაციაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც ქართული ოცნების წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარებას შეეხება. როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არაღიარებს. მისივე შეფასებით ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია. განგრძობითი გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე. ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის მიერ პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს. განაცხადა ჰერბსტი, როგორც ის განმარტავს ყობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა აჩვენებს, რომ ის მათი მეგობარი არაა. კონსტიტუციის თანახმად ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24-დან ინტერვიუში განაცხადა, შეკითხვაზე აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ლეგიტიმურობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ არა მხოლოდ ის, არამედ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი არ აღიარებს. მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უნგრეთის გარდა არ აღიარებენ, იმიტომ რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. ხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას ვემხრობის სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. ხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას მისი ეგრეთ წოდებული მემკვიდრისგან განსხვავებით ლეგიტიმაცია აქვს. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. როგორც ფრიდი განმარტავს, საქართველოს
საქართველოს მომავალი არაა დამოკიდებული იმაზე, რას გააკეთებენ დასავლეთში, არამედ ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. ფრიდის თქმით, საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაბელაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში. სურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგელოცოთ. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი. ერთად ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება იმავდროულად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის, ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს ვუჭერ. თქვენი მოვალეობების შესრულებისას წარმატებებს გისურვებთ, წერს ანტონიო გუტერეში. აღნიშნულ წერილს ქართული ოცნება ავრცელებს. ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხი ახალ არჩევნებსა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24-დან ინტერვიუში განაცხადა, უკვე 60 დღეა ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხი ახალ არჩევნებსა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვს. ევროპულ გზაზე დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა. მასობრივი საპროტესტო აქციები მხოლოდ არჩევნების მოპარვას არ გამოუწვევია. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი მოსახლეობის მანდატის გარეშე ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა და განაცხადა, რომ ევროპისკენ გზაზე სვლას აჩერებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მოსკოვი მიესალმება, განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი სიტყვების გამოყენებით ცდილობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მათი განათლების ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ მიმდინარე წელს ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით შეხვედრაზე სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად დაფასებული გახდეს. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ უანგაროდ გაწეული შრომისთვის და მიმაჩნია, რომ პედაგოგის საქმიანობა უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს, რადგან უდიდესია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში, განაცხადა მგალობლიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. როგორც სააგენტოში განმარტავენ, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალონელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალონელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-17 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალონელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 16-18 გრადუსამდე მოიმატებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული ქმედებები, მათ შორის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითი შეცვლა. ისინი ვერ იმოგზაურებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ. ამ ბრიგადეს არის ძალიან მიზანმიმართული ქმედება. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საქმიანობასა და უწყებასთან. სამწუხაროდ ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით, აღნიშნა ბრაჟემ. მისი თქმით, ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს მათ, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და თავს ესხმის ჟურნალისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ასე რომ არის ზეწოლა, მაგრამ ასევე არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, თუ კი ხალხის ნებას პატივს სცემენ, აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება საქართველოს საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთ-ერთი რამ, რაც ესტონეთმა შესთავაზა, არის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირ და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ
ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. აღნიშნა ცახკნამ. შეკითხვაზე რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდეს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრმა უპასუხა: ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, არამედ ჩვენ მოწმე ვართ იმის, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს გამოვნახავთ გზას მეტი გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გასულ ღამეს 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით დრონები რუსეთის 5 რეგიონში ჩამოაგდეს. გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, 15 ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე, 11 ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე, 4 კურსკის ოლქში, თითო ორიოლისა და ტვერის რეგიონების ტერიტორიებზე. აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შორის მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო. შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატოსთან. ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში ნატომ ახალი მისია ბალტიის გუშაგი დაიწყო, მას შემდეგ რაც 2024 წელს ბალტიის ზღვის ქვეშ რამდენიმე კაბელი დაზიანდა ან გაწყდა. ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, მისია მოიცავს უფრო მეტ საპატრულო თვითმფრინავს, სამხედრო ხომალდს და დრონებს. სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს. იუნ სუკ იოლის იურიდიულმა გუნდმა ბრალდება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ გამოძიების უკანონობას გამოაშკარავებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC წერს, რომ სამხრეთ კორეაში ამბოხება ისჯება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ოფიციალურად გაათავისუფლოს იუნ სუკ იოლი პრეზიდენტის თანამდებობიდან თუ მისი უფლებამოსილება აღადგინოს. პარლამენტმა 14 დეკემბერს იუნის იმპიჩმენტს და უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. თუ იუნს თანამდებობიდან გადააყენებენ, საპრეზიდენტო არჩევნების 60 დღის ვადაში გაიმართება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.